ქვემო ქართლში ნარჩენების გადამამუშავებელი ახალი ქარხანა აშენდება. პროექტს საქართველოში ევროკავშირი აფინანსებს. სულ ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპის 7 ქვეყანას დაეხმარება ნარჩენების პრობლემის მოგვარებასა და ეს პროექტი 6 მილიონი ევრო დაჯდება. დღეს რუსთავში ნარჩენების მართვის შესახებ კონსულტაციები გაემართა. გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ნარჩენების ეფექტური გადამუშავება და გარემოს დაბინძურებისაგან თავის არიდება. Საჭიროა მიუძღვა რაიმ პრობლემებზე, რომელიც ამ სფეროში ჩვენ გვაქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება და შევქმნით სახელმწიფო კომპანია, რომელიც საქმიანობას იწყებს 1 აპრილიდან და თავისთავად ეს გამოცდილება და ეს ინფორმაცია, რომელიც ამ რეგიონზე გვაქვს, ავტომატურად გადავა ამ კომპანიაში და მე მინაგიხოთ, რომ ასეთივე კვლევები, ფიზიბილიტები დაიწყება მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენ საბოლოოში ვარაუდობთ, რომ ერთი წლის განმავლობაში თავდამოუკიდებლად დავალაგებთ პრობლემატიკას, რომელიც გააჩნია სახელმწიფო სამმართველობით. მოხალული ვარ, რომ დღეს ამ სფეროს რეგულირება გაცდა უბრალოდ არჩევნების მართვის პოლიტიკაზე საუბარს. რამოდენიმე სამინისტროს ერთობლივი მუშაობით დარწმუნებული ვარ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ხარდაჭერით ამ სფეროშიც ისევე როგორც სხვა სფეროშიც აქამდე დამყარდება წესრიგი. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მოსწრეები ვართ. ქვემო ქართლში ხორციელდება მყარენარჩენების მართვის პროექტი და ჩვენს რეგიონში გვექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ჩვენ ორგანული ნარჩენებით და ნაგვით აღარ დავაზიანებთ გარემოს, პირიქით მოხდება ეს გამოყენება საზოგადოებრივი სიკეთეებისათვის.